ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა საზოგადოებას საპროტესტო მანიფესტი წარუდგინა. ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, რომ ახალი თეატრი გადის რეგიონებში. მივლენ ყველგან და ყველას დაელაპარაკებიან. მისივე თქმით, დღემდე ეცადნენ დიალოგი გამოენახათ პროკურატურასთან, თუმცა როგორც აღნიშნა, პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია. დავით დოიაშვილმა ხელისუფლების მიმართ ულტიმატუმი 12 იანვარს გააშხერა. შემოქმედებითი ჯგუფი ითხოვდა დემონსტრაციებზე დაკავებული მათივე თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა აქტივისტების გათავისუფლებას. ითქვა, რომ თუ დაკავებულები 20 იანვრამდე საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ახალი თეატრი პასიური პროტესტიდან მოქმედებაზე გადავიდოდა. აქვე ვიწყებდა ანონსებას. ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და მივახტებთ ყველასთან დავილაპარაკებთ. და ნახავთ რა შეუძლია თეატრს. ნახავთ, შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა ჩვენი მეგობრები, ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და ზდიეთ ქართულ თეატრს. ზდიეთ, რომ უშიშარი და უშიშროება და რა საშინელებაში ვცხოვრობთ, მილიარდ რამეს გააკეთებს. მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში. მაშინ მკითხავთ, რატო ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ ამ დროს მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები. ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების. საპროტესტო მანიფესტის მიმდინარეობისას თეატრთან შეკრებილ მოქალაქეებს მსახიობებმა სცენიდან მიმართეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები. მათ მოქალაქეებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის წერილიც წაუკითხეს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული პირველ რიგში საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული. ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ საქართველოს შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ანუ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია 2028 წლის ბოლომდე. ასე დაიწყო. დღეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ანდრო ჭიჭინაძეზე, როდესაც ვამბობთ თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, ჩვენ არ გულისხმობთ მარტო ანდროს. ეს ეხება ყველას, ახალგაზრდას და უფროს, რომელიც დღეს არის პატიმარი. მოგვიანებით კი მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს, სადაც აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. მანიფესტის სახით თქვით ჩვენი თითოეული სათქმელი და ვეცადეთ, რომ ჩვენი ხმა მიგვეწვინა ხალხისთვის, თუ როგორი ხალხი ვდგავართ აქეთ, როგორ გულწრფელად გვინდა, რომ უკეთესი ქვეყანა გქონდეს, რომ ეს უკანონო დაპატიმრებული ადამიანები როგორი მართლა კარგი ადამიანები არიან და ამის მანიფესტი იყო, რომ გამოფხიზდით ხალხო, ერთად უნდა ვიდგეთ, რომ ჩვენი ადამიანები ერთმანეთს უნდა გვიყვარდეს. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 500-მდე პირი დააკავა. სისხლის სამართლის წესით კი 44. ანა ალელიშვილი, ევრონიუს, ჯორჯია.